სახელითა მამისაით და ძისაითა და წმინდისა სულისაით. რადგან სულიერ ცხოვრებას ადამიანის განვითარება სულიერ ცხოვრებაში, მოდი ესე ვთქვათ, საზღვარი არ აქვს. ამიტომ და რადგან უფალი ამბობს, რომ მე ვარ გზაო, ესე ამბობს უფალი. ამიტომ ჩვენში მუდამ უნდა გრძნობდეთ ამ განვითარებას. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გქონდეს გონება ქრისტიანისა და შემთხვევით ეს განვითარება, რომელსაც სულ მუდამ უნდა გრძნობდეთ, ჩვენს მიერ არ იქნას აღქმული, როგორც ჩვენი სულ უფრო და უფრო უკეთესი მდგომარეობა სულიერი და ზნეობრივი თვალსაზრისით. იმიტომ რომ განვითარდება, და ეს მართლაც ესია, ეს არ არის რაღაც თავდაბლობაში კეკლუცობა, იმიტომ რომ სულიერ ცხოვრებაში განვითარება ერთის მხრივ ხომ იმას ნიშნავს, რომ რას დრო გავა უფრო და უფრო მეტად უნდა წარმემატებოდეთ სათნოებებში და ქრისტეს ვემსგავსებოდეთ. მაგრამ მეორეს მხრივ არ დაგვავიწყდეს, რომ სათნოება ეს ისეთი რამ არის, რასაც ადამიანი საკუთარ თავში ვერ უნდა ხედავდეს და მას რას უნდა ხედავდეს? უნდა ხედავდეს საკუთარ თავს, საკუთარი თავის დაცემულ ბუნებას გულისხმობ, საკუთარი დაცემული ბუნების უფრო და უფრო სიღრმისეული აღქმა და განცდა უნდა გქონდეს. ეს ერთგვარი ანტინომია, როცა ადამიანი თითქოს და ვითარდება და წინ მიდის, მაგრამ და ქრისტეს უნდა ემსგავსებოდეს და ემსგავსება კიდევაც, მაგრამ პარალელურად ამისა ის ამავდროულად ამისა ის საკუთარ დაცემულ ბუნებას უფრო და უფრო მეტად ჭვრეტს და ხედავს, ეს ანტინომია, რომელიც უნდა შერიგებული იყოს ჩვენში. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ჩვენ გვაქვს სულიერად სწორად აწყობილი, მოწყობილი, სწორად განვითარებადი სულიერი ცხოვრება. მაგრამ ის რომ დინამიკა უნდა იგრძნობოდეს, ეს ნამდვილად ესეა. და აქედან გამომდინარე, ყოველთვის, ყოველ დღე თავიდან უნდა ვიბადებოდეთ. ამ კუთხით. ყოველ დღე ჩვენთვის სიახლე უნდა მოქონდეს ამ თვალსაზრისით. და ყოველდღიური ჩვენი სიახლე, ყოველდღიური ჩვენი გამოცდილება სუბიექტური, რომელიც უნდა ზუსტად ასახავდეს იმ ობიექტურ რეალობას, რომელსაც ქრისტიანული რელიგია გვთავაზობს, უნდა ასახავდეს, თორე სხვა შემთხვევაში ჩვენი სუბიექტური გამოცდილება და განცდები ხიბლი იქნება, იმიტომ რომ ტყუილი იქნება, აქაც დიდი სიფხიზლე და გონიერება გვმართებს. ეს ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება აუცილებლად უნდა აისახებოდეს, როდესაც ჩვენ წირვაზე ვდგავართ და როდესაც უფლის უწმინდეს, ყდათით აღმდგარი მაცხოვრის უწმინდეს ხორცსა და სისხლს მივიახლებ. და ყოველთვის შესაბამისად უნდა ამას გარკვეული შედეგი გქონდეს ჩვენზე, იმ გულისხმობ იმას, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას ღვთისკენ. ნაბიჯი როგორც მოგეხსენებათ, აი სწორედ ამგვარად, უცნაურად, გაუგებრად, არა ამ ქვეყნიურად, იმიტომ რომ ქრისტე როცა ამბობს, მე ვარ გზა, როცა ჩვენ საუბრობთ სულიერ ცხოვრებაში განვითარებაზე, ხომ გვესმის, რომ ეს განვითარებაცა და ეს გზაც არა ამ ქვეყნიური. აქ ანუ ზეციურია და ზეციური რადგან არის, ამიტომ ზეციურში ის მათემატიკური ანალოგიები, რომ რაღაცა წინ მიდის, რაღაცა ვითარდება ამ ქვეყნიური გაგებით, ეს ანალოგიები ესე მარტივად არ გამოდგებათ, არ გადაიტანება, რაღაც სხვანაირად არის, სხვა რეალობებია. დროისა და სივრცის კატეგორიები, რომლებიც აქ არსებობს, იქ არ არსებობს. და ეს ყველაფერი უკვე ჩვენშია. იმიტომ რომ ჩვენ მარადისობას ვატარებთ საკუთარ თავში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაიძულებს უпроსწორად, რომ ღრმად ჩაუფიქრდეთ ჩვენ სულიერ ცხოვრებასერიცა და ბერიც, სასულიერო პირებიც და მრევლიც. ამასინათ ერთ საკმაოდ ეთყობა ჭკვიანი ჟურნალისტი იყო და მის შეკითხვებს წავაწყდი, როცა იგი
ამ შეკითხვების დასმას აპირებდა ერთ-ერთი მღვდლისადმი. და ეს ძალიან საინტერესო იყო. აი ამ შეკითხვებში მე დავინახე ამ ჟურნალისტის გონიერება და ჩემთვისაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. აი ამგვარად დალაგება ერისკაცის მიერ, ერისკაცისგან დასმული კითხვებისა. ასეთი კითხვები იყო. თქვენი მსახურების საიდუმლოებანი. იქ პროფესიულ თქვენი პროფესიის, ესე მე ხოცავ თარგმნე ქართულად. თქვენი პროფესიის საიდუმლოებანიო. ესე აღიქვავს მღვდლობას როგორც პროფესიას, ყოველ შემთხვევაში ესეა დასმული კითხვა, იმიტომ რომ ყველა პროფესიას თავისი რაღაც საიდუმლოებანი აქვს, რომელიც კულისებს მიღმა და გარედან არ ჩანს და მას მღვდლობის აინტერესებს. და წარმოიდგინეთ, ჩვენ შეიძლება დაგვისვას ხო ადამიანმა კითხვა, რა არის თქვენი საიდუმლოებანი, თითქოს ის მიღმიერი, რომელიც ესე თვალისათვის არ აჩანს. აქ თითოეული ეს თემა, ეხლა თითოეულ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. შეიძლება ოდესმე რა ვიცი, ამის ხასიათზეც დავდგეთ, მაგრამ ეხლა ამ კითხვებს იმითოს რომ ეს კითხვები წესით ყველა ადამიანს უნდა მოძიოდეს, როცა მით უმეტეს თუ ის ადამიანი არ არის ეკლესიური. ყოველ შემთხვევაში ერისკაც შეიძლება ეს გაუჩნდეს ეს კითხვები და ჩვენ სასულიერო პირები და საერთოდ ქრისტიანები ამ შეკითხება უნდა ჩაგვაფიქროს. თქვენი მსახურების საიდუმლოებანი, ანუ რა ხდება ის, რაც თვალისად თქვენ მსახურებაში ისეთი, რაც თვალისათვის მიღმაა და რაც გამოუცდელი ადამიანისათვის ცნობილი არ არის. ასევე ესეთი კითხვა კიდე, როგორ განვასხვაოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. მე ესე მგონია და აი ამ ჟურნალისტის გონიერება სწორედ ამაში მდგომარეობს. ის ფიქრობს, რადგან საიდუმლოებანი არსებობს, ესე იგი არსებობს ის, რაც მიუწვდომელია და რაც მიუწვდომელია, შეიძლება მას კარგად მიუწვდეთ და შეიძლება ცუდად მიუწვდეთ. როგორ განვასხვაოთ ცუდი მსახურება კარგისაგან? უცებ აი ნებისმიერ მღვდელს რომ დაუსვას ერისკაცმა. კითხვა. მღვდელი უნდა მსახურობდეს. შეიძლება იყოს მსახურება კარგი და ცუდი, რა განსხვავება? და ჩვენ უნდა გქონდეს პასუხი ამისათვის, მზად უნდა ვიყოთ ამაზე პასუხის გასაცემად. ისე ზედაპირულად კი არა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამას კითხულობს, ისეთია, რომ ვერაფრით ვერ მოატყუილებ. კიდევ ერთი კითხვაა, შეიძლება თუ არა მღვდლის ნიჭიერებაზე საუბარი? და რაში შეიძლება იგი ვლინდებოდეს? რა საინტერესო კითხვაა. ყველა პროფესია ხო თავის თავში იმას გულისხმობს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ პროფესიას მისდევენ, იქ შეიძლება იყოს ადამიანი ნიჭიერი და უნიჭი. აი თუ მღვდლის ნიჭიერებაზე, რომელიც რა თქმა უნდა პროფესია არ არის, მსახურებაა, მაგრამ ის ამგვარად swავს. თუ მღვდლის ნიჭიერებაზე იქნება საუბარი, რას ნიშნავს მღვდლის ნიჭიერება? ხო ვერ ვიტყვით, რომ მღვდლის ნიჭიერება არის ყველაფერი ზეპირად იცოდეს. რაღაცა ესე იგი ნიჭიერების ათასნაირი ფორმები არსებობს, ეხლა მე არ მინდა ძალიან გავაგზელო, ამიტომ ძალიან საინტერესოა, რას ნიშნავს ეს ნიჭიერება? ნიჭი ღმერთისაგან მოცემულია, რას ნიშნავს მღვდლის ნიჭიერება? რაში უნდა ვლინდებოდეს და შეიძლება თუ არა რომ ზოგიერთს ქონდეს ეს ნიჭები და ზოგს არ ქონდეს? შესაძლებელია თუ არა ეს? საინტერესო კითხვებია. მნიშვნელოვანია თუ არა მრევლის მზაობა ქრისტიანული სიღრმეების მისაღებად. ანუ თქვენზეა საუბარი. და მე უნდა ვიფიქრო, მე მეკითხებიან. აი ჩემთვის მნიშვნელოვანია თუ არა ის, აქ ვინ დგას, რა ხალხი დგას, რა სულიერი მდგომარეობა აქვს ამ ადამიანებს. არის თუ არა მნიშვნელოვანი? და თუ არის, შესაბამისად უნდა ემზადებოდეს თუ არა მღვდელის, ემზადებოდეს დღევანდელი იმ დღისათვის კი არა, საერთოდ ზოგადად მუდამ მზაობაში უნდა იყოს თუ არა მღვდელი იმის შესაბამისად, რა მრევლი უდგას. და თუ მღვდელი არასწორად მსახურობს, ცუდად მსახურობს, მოდი ასე ვთქვათ, შეგნებულად უნიჭოდ მსახურობს. არის თუ არა ეს მრევლის ბრალი, რომელიც არ სთხოვს პასუხს ესე სიტყვიერად კი არა, ესე რატო იქცევიო, თავისი მდგომარეობა. ანუ საინტერესო კითხვაა ესეც. მნიშვნელოვანია თუ არა მრევლის მზაობა, როგორც გითხარით, ქრისტიანული სიღრმეების მისაღება, სიღრმეებზე, ანუ მრევლი ითხოვს თუ არა მღვდლისაგან ქრისტიანული სიღრმეებში, რომ დაეხმაროს მღვდელი მას მრევლს ქრისტიანულ სიღრმეებში ჩაახედოს. თუ არ ითხოვს, თუ არ აინტერესებს, თუ სულ ერთია. თუ საკმარისია მოხვიდეს ანთელი და ანთო აღსარება, პირი გააღო, სიწმინდე ჩაგიდონ, წახვიდე, საკმარისია თუ არა, თუ სიღრმეები უნდა გვაინტერესებდეს. თუ არ უნდა გვაინტერესებდეს.
კარგია თუ არა, როდესაც ვინმე ამ საკითხებზე ფიქრობს. მღვდელი უნდა ფიქრობდეს გასაგებია, მაგრამ ერის ადამიანები თუ უნდა ფიქრობდნენ ამ საკითხებზე. ძალიან საინტერესო კითხვებია, მე ძალიან მომეწონა ეს და ყოველ შემთხვევაში ეს შეკითხვები წამჭკვიანი ადამიანისა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ქრისტიანობა არ შეიძლება ესე ზედაპირულად იქნას აღქმული და სირცხვილია. როდესაც ჩვენ წლებით ეკლესიურად ცხოვრობთ, მაგრამ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს ქრისტიანობაზე. ამას პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან მრავალი ადამიანი მინახავს წლობით და წლობით ცხოვრობენ ეკლესიურად, რომ მოდიხარ ელემენტარული რამ არიციან. წარმოდგენა არა აქვს, რასაც ქრისტიანული მოძღვრების არსი ქვია და არა და წლები აზიარება. იმიტომ ხდება ხოლმე, ძმებოდადებო, იმიტომ ხდება, რომ ეს ადამიანი, როცა რაღაც ექსტრემალური რაღაც შემთხვევა იქნება მის ცხოვრებაში, აბსოლუტურად კარგავს თავის ქრისტიანულ სახეს და არანაირად განსხვავება არა მასა და ნებისმიერ მეზობელს შორის, რომელსაც საერთოდ არ იცის ეკლესიური ცხოვრების ანიბანი. არანაირი განსხვავება არ არის ხოლმე მათ შორის. რაღაცა განსხვავება, გასაგებია რომ შეიძლება ფრთები არ აქვს, მაგრამ რაღაცა განსხვავება არ უნდა იყოს. და უფალი ამბობს, ვინ ჩემ ხორცს და სისხლს ეზიარებაო, მე მასში ვარ და მასშიო მარადიული სიცოცხლე იწყება. ახლა სიტყვიერად ჩვენ ყველას რო გვინდა, აბა ვიკითხე ვინმეს. გინდა სასופველი, რა არ მინდა? როგორ არ მინდა? ცხონება გინდა, რას მეკითხები, კაცო, როგორ არ მინდა ცხონება? ქრისტე როგორ არ მინდა? ლოცულობ, აბა რა შვები, აბა ლოცულობ. ისე თუ ეს ძალიან გააშარჟე, აღმოაჩენ რომ ადამიანი, რომელსაც ეკითხები და ამგვარად პასუხობს, გონება შეზღუდულიც კი შეიძლება, გონებას შეზღუდულათაც კი შეიძლება წარმოიდგინო. თუ ძალიან ღრმად ჩაუფიქრდები რა კითხვებს ვსვავ და ცოტა გაშარჟებულად წარმოიდგინე. მაგრამ მეორე მხრივ, ეს გონება შეზღუდულობა უკაცრავად და ყველას რო გჭირს. აი მაგალითად დღეს სახარება ხომ იმიტომ არის, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვეკითხებოდეს, ვკითხულობდეთ და კონდეს იმის განცდა, რომ ეს ჩვენთვის დაწერილია და ჩვენ გვესაუბრება უფალი დღეს, თორე ეს დღეს საჭირო რომ არ ყოფილიყო და გუშინ და ხვალეც საჭირო რომ არ იყოს, ეს სახარებაში არ დაიწერებოდა ეს კონკრეტული შემთხვევები. გახსოვთ დღევანდელი სახარება, როგორ დიდგვაროვანი ადამიანი, როგორ ესე იგი დიდ სუფრას გაშლის, რომ მოუწოდოს ადამიანებს, მოუწოდოს და სანამ ეს იგავი იწყება, უფალი ამ იგავს რატო ამბობს? რატო? იმიტომ ამბობს ამ იგავს, რომ ერთ-ერთი, სადაც უფალი ზის და საუბრობს, ერთ-ერთი ადამიანი, ეს რომ გაიგონა ერთ-ერთმა თანამეინახემან უთხრა, ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში. ანუ ამ სიტყვებით გამოხატა, რომ რა კარგია, ვინც ღვთის სასუფეველში იქნებაო. ანუ ეს სიტყვა თითოეულ ჩვენთაგანს ეკუთვნის, იმიტომ რომ არც ერთი ჩვენთაგანი არ იტყვის, რომ ცუდიაო და არ მინდაო, ყველა იყვის მინდაო. აი როგორც კი ამბობ, მე მინდა და რა არ მინდა. როგორ შეიძლება ეს არ აბა ქრისტესა ვარ. მერე უფალი მოვაყოლებს იგავს, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ეკუთვნის. შეიძლება ჩვენ არც აგარაკი გვაქვს ამ წუთში, შეიძლება და არც ხუთი უღლეული ხარი, მაგრამ აქ ხომ გესმით რაზეა ლაპარაკი. აგარაკში 5 უღლეულ ხარშის და ცოლი მოვიყვანეო, ეს მიწიერი ცხოვრებაა, თავისი კეთილდღეობებით, ბედნიერებით და სიამტკბილობებით, რომელიც თავისთავად არც აგარაკის ყიდვა, არც 5 უღლეული ხარი და არც ცოლის მოყვანა თავისთავად ცოდვა არ არის. აქ ცოდვაზე არ არის საუბარი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ცოდვაზე საუბარი არ არის. აქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რაც ღმერთისაგან დაშვებულია, რომ ჩვენ გვქონდეს და კურთხევაც გვაქვს ამასა, რომ გვქონდეს და კარგია, რომ გვქონდეს. ამაზეა საუბარი. და ჩვენ ვიცით, მრავალი დაპატიჟე და აი, სწორედ იმის გამო, რაც ღვთისაგან დაშვებულია, რომ გვქონდეს და რაც გვაქვს და რაც გვიხარია და ბედნიერები ვართ ამითი, ანუ ჩვენი სიმდიდრე რაც არის, გახსოვთ ის დიდარი ძნელად შევაო, რაც სიმდიდრე რაც არის ღვთისაგან მოცემული. სწორედ ის გახდა მიზეზი, რომ რა დაიწყეს? ყველამ ერთხმა დაიწყო მობოდიშება. და მობოდიშება საბოლოო ჯამში ესე რომ თქვათ შეიძლება, ხო? იცი რა? მე შენთვის არ ამცალი. უფალო არ მცალია მე შენთვის. და მორჩე. ესენი ხო შენ მომეცი, ცოლი შენ მომეცი, ამ ქვეყნიური სიმდიდრე შენ მომეცი. ეხლა უნდა მივხედო შენთვის, მე არ ამცალი. არა მამო, ეგ ეხება არა ეკლესიურებს, კვირაობით ტაძარში ვარ დადიან და ასე შემდეგ. ჩვენც გვეხება.
ჩვენს გვეხება, იმიტომ რომ ხო ხშირად ვითხოვს გარეგანი ნომინალური მსახურება, ქრისტიანული ეკლესიურობა არ ნიშნავს იმას, იმიტომ რომ შენ შეიძლება გარეგნულად კი დაძლია შენი თავი და თქვა ბაზარში არ წახვედი კვირას და აქ მოხვედი, მაგრამ შენი გული რა მდგომარეობაში. ხორცის მოთვინიერება თუ ცოტა დისციპლინა გაქვს, ადვილია. მოათრევ ამ ხორცს, ამ ძვლებისა და ხორცის გროვას და დააგდებ. აქა და 3 საათი ამყოფებ და მე წალასლასდება როგორმე. მაგრამ აი გულისა და გონების დაჭერა როგორია? შენი სურვილების, რომელიც ქვეცნობიერებიდან მუდამ რაღაც ისრებს, ისვრის და ხშირად ჩხამიანს, როგორია ამ ყველაფრის მოთქვა და დარეგულირება და აღმოაჩენ, რომ თავარი ის კი არ არის ჩვენი მძორი, სად არის? არამედ თავარი ის არის ჩვენი სული და გული და ჩვენი ნებელობა და ჩვენი არჩევანი. სად არის? იმიტომ რომ უფალი ამბობს, სადაც იყოსო თქვენი საუნჯე, თქვენი გულებიც იქ იქნებაო და სადაც თქვენი გულია, ეს საუნჯეს იქ ნიშნავს და ჩვენ გულს დავაკვირდეთ ხომ? რა დიდი ბრძოლა ჭირდება ადამიანს, რომ იყოს თავისი გონებით და გონება ტვინი არ არის, თავის გონებით იყოს იქ, სადაც უნდა იყოს, სადაც ღმერთია, სასופველი თქვენს გულებში ეძებეთ. ესე იგი, კვლავ იმას მივადგეთ, რადგან ჩვენ ყოველთვის საუბრობთ, სწორედ სულიერი ცხოვრება, რასაც ქვია. ხშირად გვითხოვს, რა არის სწორედ სულიერი ცხოვრება? ის, რომ რაც ღმერთმა ჩვენთვის მოიმოქმედა, ანუ ადამიანს მოვიდა და ჩვენთვის მოკვდა, აი ეს უდიდესი ღვაწლი მე ღმერთს არ დაუკარგო. იმიტომ რომ ღმერთმა ეს გააკეთა ჩემთვის. რა კარგია, ხო? ღმერთი მოკვდა კაცობრიობისათვის, ეს რაიოლია. აბა როგორც კი იტყვი, რომ ქრისტე კაცობრიობისთვის კი არ მოკვდა. ქრისტე მოკვდა ჩემთვის. აი მე ესე ადამიანი ერთ საცუდავი არსება, რომელიც დაღოღავს ამ დედამიწაზე, სამყაროს შემოქმედი, ცელსიუსი გვახსენდება ქრისტიანობას ვაკრიტიკებდა, რომ ჭიაყელები ადამიანი ჭიაყელა ზის გუბეში და იცახის. მე ისეთი მაგარი ვარ, ღმერთი მოვიდა ჩემთან, რომ მე ჭიაყელა ზეცაში ამიყვანოს, მაგრამ ამაში არის რაღაცა ამ სარკაზმში არის რაღაც სიმართლე, იმიტომ რომ გასაგებია მატლ ვარ და არა კაციო. დავითი ამბობს ამას და თქვათ, რომ ჩვენც ვარ ცოტათ ესე ჭიაყელები ჩვენებურად. იმიტომ რომ დავითი ამბობს ამას და აი დადიხარ, დაღოღავ და ეს სამყარო, აი ეს უკიდეგანოს დიადი სამყარო, ვინ შექმნა? შენ ესე უნდა თქვა, ჩემთვის მოვიდა ის. ჩემთვის. და იცოდე რომ სიმართლეა, იმიტომ რომ შენ რომ დარჩენილიყავი ყველაფრის მიღმა, კიდევ ერთხელ მოვიდოდა სწორედ შენთვის მოვიდა ის. და წარმოიდგინეთ, შენთვის რამხელა რაღაცა მოხდა, ღმერთი ყველაფერ კანონზომიერებასაც მანვე შექმნა და კანონებს ყველაფერს არღვევს თვითონ, ყველაფერს უგულებელს ყოფს, ადამიანად მოდის დროსა და სივრცეში შემოდის და აი ესე საცოდავ მდგომარეობაში აღმოჩნდება ისეთში, რომ ჩვენვე მივესევით, ჩვენვე მოვკლავთ მას, ეს ყველაფერი შენთვის გააკეთა. და როდესაც ეს შენ ცხოვრებაში არაფერს არ შეცვლის, როგორ არ შეცვალა, მამა, ვაიმე ქრისტიანის სახელი მქვია. მხოლოდ მაშინ შეცვლის. ეს ყველაფერი შენ ცხოვრებას და შენთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა შენს გულს, ანუ შენს და ღმერთს შუა არავინ და არაფერი არ ჩადგება, ამაზე ხშირად გვისაუბრია. მან ამის შესაძლებლობა შენ მოგცა, რაც ადრე არ ქონდა, რომ შენსა და ღმერთს შუა ყოველთვის ბოროტი და ბოროტის მანქანება იდგა, ეხლა მორჩა, დამთავრდა, შენ თუ არ გინდა, არავინ არ ჩადგება შენსა და ღმერთს შუა. ეს უნდა მოხდეს და მხოლოდ მაშინ რეალიზდება შენში ის, რაც ქრისტემ სწორედ შენთვის და არა ყველასთვის, შენთვის გააკეთა. ასევე შენთვის, ასევე ჩემთვის. ესე იგი, თავარი სულიერ ცხოვრებაში საუბრობთ, ეს არის ის მდგომარეობა, როცა ადამიანსა და ღმერთს შორის არავინ და არაფერი. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს ესე არ არის. ჩვენ ხო ვიცით, რომ თუ არ ვიცით, ეს ცალკე პრობლემაა. თუ ადამიანმა არ იცის, რომ მასა და ღმერთს შუა ყოველთვის რაღაცა და ვიღაცა დგას, რომელიც ხელს უშლის მას გულმხურვალე სარწმუნოებრივი ცხოვრება კონდეს, ეს კიდე ცალკე პრობლემაა. ესე იგი, ადამიანი ხო უბედურება ჭირს, ავათარი და კურნება ჭირდება და არც კი იცის და ვერც კი ხვდება, რომ მას კურნება ჭირდება. მაგრამ როდესაც იცის და დაინახავს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა ხდება და როგორ არის. ჩვენ შორის დგება, ჩვენსა და ღმერთს შორის რაღაცა ვნებები, ზრახვები, გულის თქმები, მოვლენები, მიწიერი საზრუნავები, განსაცდელებიც, ამ სოფლიური სიხარულით, სხვადასხვა ადამიანები და კიდე სხვა მრავალი.
მრავალი შესაძლებლობაა იმისა და ამ შესაძლებლობიდან რაღაცა ერთი ყოველთვის დგება, ან მრავალიც, ზოგიერთიც ჩვენსა და ღმერთ შუა. ეს შეიძლება ძალიან განივცოს ეს საკითხი. მაგრამ მე მინდა რომ თქვენ ამ საკითხზე მე იფიქროთ, აი როდესაც შენ გიჭირს ლოცვა, როდესაც შენ აღმოაჩენ რომ რაღაც მაინდა-მაინც ღმერთთან ყოფნა არ გენატრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აღმოაჩენ რომ ამის მიზეზი არის რაღაცა ან ვიღაცა, რომელიც ყოველთვის დგება შენსა და ღმერთ შუა და შენს გულს და შენს გონებას მიიტაცებს და ღმერთისაკენ გახედვის საშუალებას არ აძლევს. ეხლა კაცმა რო თქვას, თუ ღმერთმა ამდენი რამ მოიმოქმედა ჩვენთვის, ამხელა გრანდიოზული რაღაცა მოხდა, ადამიანად მოვიდა და ჯვარს ეცოდა, მოკვდა შენთვის. რა ხდება, რომ შენსა და ღმერთ შუა ვიღაცამ გაბედა და ჩადგა, ან რაღაცამ ვიღაცის საშუალება. როგორ შეიძლება და მას ხო ამის ძალა აღარ აქვს. სისტემ ჯვარს მითხო ბოროტება დაამარცხა და როგორ ახერხებს ეს ბოროტება, რომ კვლავ ჩადგეს და კვლავ შენ აღმოჩნდე იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში იქნებოდი ქრისტე რომ არ მოსულიყო ადამიანად. როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ ერთი მიზეზია ამისი. და ეს მიზეზი არის სწორედ ჩვენი ნაკლებობა სიფხიზლესთან დაკავშირებით, ჩვენი ნაკლები ღვაწლი, იმასთან დაკავშირებით, რომ გქონდეს სიფხიზლე, გქონდეს მღვიძარება. ჩვენ მამები გვასწავლიან სულ, ფხიზლად უნდა ვიყოთ, მღვიძარენი უნდა ვიყოთ. საერთოდ ესე ხდება, ნებისმიერი მოვლენა, საგანი, განსაცდელი, სიხარული, ვნება, ყველა ადამიანი, თქვათ, მტერი და მოყვარეს, უფალი გახსოვთ როგორ ამბობს, ვინც წინ დააყენებს ჩემზე წინ და ჩამოთვლის ოჯახის ყველაზე უახლოეს წევრებს. ანუ არავინ. როგორც კი შენ სიფხიზლეს მოადუნებ, ეს პროცესი იწყება თავისთავად, იმიტომ რომ დაცემული ბუნება გაქვს და სამყაროში კიდევ ბოროტებაა გამეფებული და ეს პროცესი იწყება, თავისთავად შემოდიან და ლაგდებიან, ფენა ლაგდებიან, შენსა და ღმერთ შუა, გაუვალ უფსკულს წარმოაჩენენ კვლავ. ანუ ძველი აღთქმის კაცობრიობაში გაბრუნებენ. და ეს ხდება როგორ? მას ძალადობის უფლება არ აქვს. მას ძალა ამ იმისა, რომ შენში შემოვიდეს არ აქვს. და რადგან არ ძალადობის უფლება აქვს და საერთოდ ძალაც კი არ აქვს ამისი და ის რადგან შემოდის, ერთადერთი მიზეზია ამის და ღმერთს არ უნდა, ერთადერთი მიზეზია, ეს მიზეზი შენ ახარ. შენი სიფხიზლე მოდუნებულია, ყურადღებას აღარ აქცევ, გძინავს სულიერი თვალსაზრისით და ამ დროს ეს შენ გძინავს პიროვნულად, რომ შენ დაცემულ ბუნებას, რომელიც ქვეცნობიერი ბოქრობს, იმას კი არ ძინავს და ეშმაკს თავისთავად ცხადია. და როგორც კი შენ პიროვნულად ღვიძარებას მოასუსტებ, იმ წამსვე აქტიური და აგრესიული ძალა შენში დაცემული ბუნება იწყებს თავის მოქმედებას და შემოიყვანს და შემოიპატიჟებს და შემოალაგებს და ასე შემდეგ ჩაალაგებს. და ისე თუ დიდხანს არ გამოფხიზლდი, ისე ჩაალაგებს. რომ იმისგან გათავისუფლება მე ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება და შეიძლება ვერც ვეღარასოდეს ვეღარ მოახერხო. აბა როგორ უნდა ვიცხოვროთ, მამო? რა, პრობლემები არ არის ამ ცხოვრებაში. ნათესავები და ახლობლები და ოჯახის წევრები არ აყვავს. სიხარული არ უნდა გქონდეს, არ უნდა გვიყვარდეს, თუ რა უნდა გავაკეთოთ? იმისათვის რომ ეს ყველაფერიც უნდა იყოს ის რა ქვია, ის აგარაკიც, ის ხუთი უღლეული ხარკამეჩიც და ის ოჯახით, სოლის და ყველაფერი შვილები, მაგრამ თან იყოს და თან არ ჩალაგდეს, რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? და მით უმეტეს როცა განსაცდელია და საერთოდ ტვინი ამერევა ხოლმე და სასწორყოფილებისკენ მივდივარ. ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. თუმცა ეს დაყოფა, რასაც მე დაყოფას გავაკეთებ ახლა ჩვენში, ეს პირობითია. სულიერ ცხოვრებას ჩვენში ერთგვარი ავტონომია უნდა გქონდეს. ავტონომია, ხო გესმით რა არის? დამოუკიდებლობა ყოფითი ცხოვრებისაგან. რეალურად ესე არ არის. მესმის ადამიანი ერთი მთლიანობაა, მაგრამ ჩვენი პიროვნული მდგომარეობით იმისათვის რომ ქრისტიანული ცხოვრება შევძლოთ, უნდა მივცეთ ავტონომიის უფლება სულიერ ცხოვრებას. უფლება, რა თქმა უნდა, ეს ბრჭყალებში. ანუ რაც არ უნდა მოხდეს ამ სოფელში, როგორც სიხარული, ისე განსაცდელი, სულ ერთია. ეს სულიერ ცხოვრებაზე აბსოლუტურად არ უნდა აისახებოდეს. თითქოს ეს საერთოდ სხვა რამეა. თითქოს არანაირი კავშირი ჩემს სულიერ ცხოვრებასა და მიწერ ცხოვრებას შორის არ არის. თითქოს ვამბობ. და ეს თითქოს რომ, იმიტომ რომ რეალობად ეს, ანუ არსობრივად ესე არ არის, მაგრამ თითქოს იმიტომ ვამბობ, რომ თუ მე პიროვნულად ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, მე თითქოს
ჩემში ეს თითქოს ჩემში გაცოცხლდება და სინამდვილად გადაიქცევა და მე აღმოვაჩენ რომ თურმე შესაძლებელია აი ქვეყანა რომ დაიქცეს და მთელი სამყარო რომ სულ ტაშფანდურას და ესე იგი ტაშფანდურად მდგომარეობაში იყოს და უბედნიერეს მდგომარეობაში ამ ქვეყნიური თვალსაზრისით ან კიდევ თლად უბედურ მდგომარეობაში იყოს და სულ კატასტროფები სულ ერთი უნდა იყოს იმისათვის სულიერი ცხოვრებისათვის იმდენად ძლიერი უნდა იყოს მისი ავტონომია და შეუვალობა ანუ რა აი როგორც მივისწრაფ ღვთისაკენ და მუდამ ძიების პროცესში ვარ უფლისა მუდამ ძიების პროცესში ვარ უფალთან ურთიერთობისა ერთი სული მაქვს როდის უნახავ ჩემს ქრისტეს რომელიც არის ჩემი სიცოცხლე როგორც დღეს პავლე მოციქულმა აღმოგვითხრა თავის ეპისტოლედან რომელიც ჩემი სიცოცხლე და როდესაც მე მას შევხვდები როცა იგი დაბრუნდება დიდები ქრისტე სიცოცხლე ჩემი აი მაშინ აღმოჩნდება გაირკვევა ჩემი მდგომარეობაც როგორია როდესაც ჩემს გარეგან მსახურებას რომელიც უნდა იკვებებოდეს აი ამ შინაგანი მდგომარეობით რომ ქრისტე ჩემი სიცოცხლე გარეგანი მსახურება რომელიც ვლინდება ჩემს პირად ლოცვით ღვაწლში მუდამ ძიების პროცესში უფლისა წირვაზე ყოფნაში ზიარებაში ასე შემდეგ სულ მუდამ ადამიანთან ურთიერთობაში სადაც მე უნდა გავაცოცხლო ქრისტეს ხატი ჩემში ადამიანებთან ურთიერთობაში აღმოვაჩენ ერთხელაც იქნება თუ მე სწორედ აი ამგვარ ავტონომიას მოვიპოვებ რომ ცხოვრებაში ხან ისია ხან ასია ხან პრობლემებია ხან სიხარულია ხან შემოტევებია ხან შემოტევების ნაკლებობა არაფერი შინგან მდგომარეობას არ ეხება თითქოს მკვდარი ვარ ამ სოფლისათვის გახსოვთ ადრე გითხარით სიკვდილი რომ როგორ უნდა დახვდე მეთქი მკვდარი უნდა დახვდე სიკვდილს რომ მკვდარი დახვდები კი არ დაგცინებს აქეთ დასცინებს იმიტომ რომ ის რასაც შენ წაგართმევს სიკვდილი როცა მოვა შენთანაც მოვა ჩემთანაც ყველასთან მოვა როცა ის მოვა სიკვდილი რომელმაც უნდა წაგართვას ისეთი რამის წართვას მოინდომებს მხოლოდ და შეუძლია კიდევაც იმის წართმევა რაც შენთვის იმიტომ რომ შენ მთავარი გაქვს რომელსაც ავტონომია აქვს და იმას არა თუ ამ ქვეყნიური განსაცდელები და სიხარულები თავის ასტურებით არამედ სიკვდილიც კი ვერ შეეხება იმიტომ რომ შენ ცოცხლობ ქრისტესთან ერთად რომელიც არის შენი სიცოცხლე და გარდაიცვალების სიკვდილისაგან სიცოცხლეში და კი არ მოკვდები აი ეს არის სწორედ და ამიტომ ეხლა ბერასაც ამბობ ღმერთმა დაგვიფაროს რომ ეს ჩვენთვის თეორია დარჩეს და ეს ჩვენში არ გაცოცხლდეს იმიტომ რომ თუ ეს ჩვენში არ გაცოცხლდა რაზე ვსაუბრობთ მაშინ საერთოდ კაი გასაგები ადამიანი იტყვის მაგრამ რა შემთხვევაში როგორ მოიპოვო ეს ავტონომია თორე სარგელ სიტყვა დამჩება ეს ავტონომია რომ მოვიპოვო აუცილებელია გავიაზრო რა მქვია მე როგორც მორწმუნე ადამიანს მე მქვია ქრისტიანი ქრისტიანი ადამიანად მოსული ღმერთი რომელიც მკვდრეთით აღსდგა და აღსდგა იმიტომ რომ მე დამენახა ხელით შევხებოდი ქრისტეს აღდგომა ჩვენთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში ჩვენთვის არ უნდა იყოს თეორია ხშირად გვითხოვს ამაზე ეს ახალი არ არის მე რასაც გეუბნებით პირად ჩვენ პირად გამოცდილებად უნდა იქცეს ქრისტეს აღდგომა თუ ეს არ მოხდა თუ ჩვენში არ არის დავანებული მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარი ამის სრული შესაძლებლობები და პირობები გვაქვს ჩვენ როცა ვეზიარებით სწორედ მკვდრეთით აღდგარი მაცხოვრის ხორცს და სისხლს ვეზიარებით იგი გვპირდება რომ ის ჩვენთან არის ამის გამო და ჩვენში მარადიული სიცოცხლე იწყება მაგრამ მხოლოდ ღმერთიდან წამოსული მადლით ეს არ მოხდება ჩვენი აქტიური ნება აქტიური ნაბიჯები ამ ნების შესაბამისი უნდა არსებობდეს თუ ეს არ იქნება თუ ჩვენში არ იცოცხლებს მუდმივად არსება ცოცხალი მკვდრეთით აღდგარი ქრისტე ის ავტონომია მოპოვებული ვერ იქნება იმიტომ რომ ავტონომიას მეფე ჭირდება ძლიერი შეუვალი დაუმარცხებელი თვითმყრობელი ჭირდება და ასეთი თვითმყრობელი ჩვენ სულიერ ავტონომიაში მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე შეიძლება იყოს რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მას აქვს აი ამგვარი ძალმოსილება აღუდგეს მთელ სამყაროს დაცემულობას რომელიც ჩვენში ესე მძლავრობს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ამ დროს თომა მოციქულის მაგალითი თომას უფალი ურწმუნოს უწოდებს ჩვენ ხო ვიცით რომ თომა რას ნიშნავს ურწმუნო ეხლა ქრისტესთან ისეთი ურთიერთობა ქონდეს თომას რო ქონდა ეხლა მე რომ ქონდეს ესეთი მეგობრული ურთიერთობა და ძმური და მზად ვიყო მისთვის თავი გავწირო და ხელით ვეხებოდე და უყურებდე
მე ურწმუნოს როგორ დამიძახებ, ხო გაგიბრაზდები თავისთავად რომ მითხრა ურწმუნო, მაგრამ უფალი ურწმუნოს უწოდებს. და ამით ჩვენ გვასწავლის, რომ რწმენა ის კი არ არის ქრისტეს არსებობა იცოდე და გჯეროდეს და 100%-ით დარწმუნებული იყო. რწმენა ის არის ნამდვილი, როდესაც შენ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის გჯერა, ხედავ და განიცდი, როგორც თომა მოციქულმა დაიჯერა, დაინახა და განიცადა. და რომლის შემდეგაც ის ამბობს, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, ხედავ, ქრისტესთან შეიძლება იყო შენი ინტელექტით, შენი ცოდნით, შენი საღვთისმეტყველო განათლებით, თინა ცხოვრების წესითაც კი ქრისტესთან იყო. მაგრამ მორწმუნე არ ახარ, სანამ არ დაინახავ, სანამ არ განიცდი, სანამ არ შეეხები თომა მოციქულივი და სანამ არ დაემხობი მის ფეხქვეშ და ეტყვი უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. აი ეს გვჭირდება ჩვენ. ეს უნდა გაცოცხლდეს ჩვენში. ამიტომ ვცხოვრობ სულიერად, ამიტომ ვეზიარებით მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ხორცსა და სისხლს. ვიღაცა იტყვის, მამა, მაღაზია ადვილი რა არის? მაცხოვარი ხო გვპირდება, როსუ ჩვენთან იქნება. დიახ, არის და იქ გვპირდება და არის კიდევაც. მაგრამ ამავე დროს ერთი რამ საინტერესოა ძალიან. კი გვპირდება და არის კიდევაც ნამდვილად უფალი ჩვენთან. და რა თვითქოს რა პრობლემაა, ხო? აღმდგარი მაცხოვარი სულ ჩვენთან არის და ეხლა ჩვენ ვეღარ უნდა გქონდეს მისი განცდა. ნახეთ რა საოცარი რამ არის. საცისკრო სახარებები, რომლებსაც თქვენ ნაკლებად ესწრებით ხოლმე შაბათობით, სახში როგორ კითხულობთ არ ვიცი და შაბათ ლოცვაზე არის საცისკრო სახარებები იკითხება და საცისკრო სახარებებში ძალიან ხშირად ერთი რამ ტენდენცია იკვეთება. თუ გახსოვთ, აი წინა კვირასაც, უბრალოდ გუშინაც აღმოვიკითხეთ, როცა მარია მაგდალინელი ხედავს მაცხოვარს და ვერ იცნობს. კიდე გახსოვთ, ლუკა და კლეოპა ვერ იცნობენ და სხვა შემთხვევები, როცა ვერ ცნობენ, ხედავენ და ვერ ცნობენ მაცხოვარს. რა უცნაური რამ არის? ლუკა და კლეოპა მასთან ერთად მიდიან, საუბრობენ, უფალი საღვთისმეტყველო საკითხებს განუმარტავს და ვერ ცნობენ. ესე იგი, შეიძლება მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვართან გარკვეული ურთიერთობაც კი გქონდეს, იმიტომ რომ ახლა როგორ არის სხვანაირად, აქ რა გვაძლევინებს, ფეზიარებით, წოლობით, რაღაცნაირი ფორმით რელიგიურ ცხოვრებას ვინარჩუნებთ. უნდა იცნობდე, უნდა ხედავდე, უნდა განიცდიდე, როგორც თომა მოციქულს ჰქონდა ეს. ეს არადა შეიძლება ის შენთან იყოს და ვერ ხედავდე. ეს სახარებაში კიდევ ვიმეორებ, იმიტომ იწერია, რომ ჩვენს ჰქონდეს ეს. ფიზიკურად წინ იდგა და ვერ ცნობდნენ. და როცა ფიზიკურად არ გიდგას წინ და ვეზიარებით ეს დაახლოებით იგივეა, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ანუ შეიძლება შენ თვალწინ იყოს და ვერ ცნობდე. ვერ გქონდეს, ვერ განიცდიდე ისე როგორც საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, ეს რო გვახსოვდეს. სხვათა შორის იქ ლუკასა და კლეოპას შემთხვევაში გახსოვთ, ხო? მე ამბობენ, როცა გვესაუბრებოდა, გული გამთბარი გქონდაო. აი, მათი შინაგანი სამყარო გზნობდა. მაგრამ სანამ უფალმა არ აზიარა ლუკა და კლეოპა. როგორ იყო გახსოვთ, ხო? ჯერ ესე იგი ესაუბრება, განუმარტავს, თითქოს წირვა არის დაწყებული იქ. წირვა რა არის? საუბარი ღმერთთან. განმარტება, იმიტომ რომ კითხულობთ, იქ შეიძლება საწინასწარმეტყველო იყოს, სამოციქულო, სახარება, განმარტება წმინდა წერილისა და მერე უფალთან ზიარება, ხორცსა და სისხლის მიღება. ესე იყო ლუკასა და კლეოპას შემთხვევაში. უფალი ჯერ ესაუბრება, განუმარტავს წმინდა წერილს, წირვაა დაწყებული და მერე აზიარებს. როგორც კი აზიარებს, თვალები განეხნება და იმ წამსვე იცნობენ. გახსოვთ როგორ არის? ესე იგი აქ ნახეთ, ერთია ჩვენი მცდელობა და სურვილი, მზაობა, გული გამთბარი ქონათ ლუკას და კლეოპას. და მეორე წირვა, ანუ მსახურების დაწყება, ლიტურგია, როცა ჩვენ ვფიქრობთ, ვეძებთ ჩვენი შესაძლებლობებით, ვესაუბრებით, წმინდა წერილში ვიყურებით, განგვემარტება და მერე ვეზიარებით. და მერე უნდა მოხდეს, ზიარების მერე ხდება ის საოცრება, როცა ჩვენი ძიება ოფლისა და ჩვენი შეხვედრა უფალთან აპოგეას აღწევს წირვისას. და ამ დროს ჩვენი თელი შინაგანი სამყარო უნდა იცვლებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ უცებ ვხედავთ იმას, ვისაც ამდენი ხანი ვეძებთ. ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ეს არ არის ცარიელი სიტყვები და ნუ ფიქრობთ, რომ აი გავიგე, დავინახე, შევეხე, ყველგან ჩვენი სენსორები გულისხმება. ადამიანს სულიერი სენსორებიც აქვს.
სულიერი ხედვაც აქვს, გულის თვალიც აქვს, გარდა ხორციელი თვალის. და საუბარია სწორედ ჩვენ სულიერ სენსორებზე, გულის ყურზე, გულის თვალზე, გონიერ გულზე, გულის მიერ შეხებაზე, ფაქის, გულზეა საუბარი, შინაგან სამყაროზეა საუბარი და ეს რაც აქ ხორციელდებოდა ისტორიულად ყველაფერი ჩვენ შიგნით უნდა რეალურად ხორციელდებოდეს. თუ გვინდა რომ ქრისტიანები გვერქოს. დაინახეთ მივედით იქ, სადაც უნდა მივსულიყავით. მღვდლებზე როგორ უნდა იყოს მღვდელი, რა არის მნიშვნელოვანი, რა არის ნიჭიერება, ცუდი და კარგი მსახურება როგორ განვასხვავოთ, მსახურების საიდუმლოება, მრევლი რამდენად საინტერესო უნდა იყოს ეს მრევლისათვის და რამდენად უნდა კონდეს მზაობა და მივედით ეკამდე რომ ყველაფერი კონცენტრირდება ისევ და ისევ ხშირად გვთქვია ევქარისტიაში. ანუ ქრისტიანობა არის ევქარისტიული ერთობა და მღვდლის უპირველესი დანიშნულება არის ევქარისტიის აღსრულება, თორე ქადაგება, სწავლება, მოციქულობა შეუძლია ყველა ადამიანს, რომელიც მღვდელი არ არის. მღვდლის გარეშე არის შესაძლებელი. მხოლოდ მღვდლობაშია ის საოცრება, რასაც ევქარისტია ქვია, რომელსაც შეუძლია ჩვენ დაგვაბრუნოს 2000 წლის წინ იქით, უფრო სწორედ ის რაც იქ იყო, დღემდე მოიტანოს და მოაქვს კიდევ. და შეეხება მღვდელი კიდე როგორი უნდა იყოს, მოციქულივით უნდა იყოს, აი როგორც მოციქულები ერთ-ერთი მამა ამბობს, როგორც მოციქულები იყვნენ ჩაკეტილები თავის ოთახში, სენაკში და ელოდებოდნენ გაურკვეველ მდგომარეობა, ხო წამთ, ხო იცია რომ ქრისტე არის, მაგრამ რაღაცები კი გაიგეს, ყურს მოხვდა, მენესაცხებლად ედებიდა რომ აღდგაო, იქ არ არისო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს რაღაც ბუნდოვანი თეორიებია და რაღაც და ჩაკეტილების ისაგა რა მოხდება, როგორ იქნება და უფალი შედის და მშვიდობა თქვენთან ეცხადება და უჩვენებს საკუთარ თავს. აი ამგვარ მდგომარეობაში უნდა იყოს მღვდელი თვითონ და იგივე ასწავლოს ერის ადამიანებს, რომ ჩვენის გულის სენაკში უნდა ვიყოთ სულ ჩაკეტილები და მუდმივ მზადყოფნაში. აი ეხლა შემოვა 100%-იანი ვიცით რომ შემოვა. იმიტომ რომ მოციქულებმა არ იცოდა რომ შევიდოდა. ჩვენ იმით განსხვავდებით მოციქულებისაგან, რომ ჩვენ ვიცით რომ ნამდვილად შემოვა. ნამდვილად შემოვა და სულ მუდამ მოლოდინში, სულ მუდამ მზაობაში, ლოცვაში, კრძალვით, გარკვეულად შიშით, რომ ვაი თუ რაღაც ვერ ისე და შემოვა. თავის მშვიდობას მოგცემს. აი ეს მდგომარეობა და შემოვა კონკრეტით აღმდგარი და დაივანებს ჩვენ შიგნით. და მხოლოდ იმ შემთხვევაში განგვეშორება, თუ ჩვენ აი ფხიზლად არ ვიქნები და ჩვენსა და მაშუა კვლავ რაღაცას ჩავაყენებთ. თუ ვიბრძოლებთ, კვლავ შეგვინდობს უფალი და კვლავ შემოვა. და ესე დაუსრულებლი და თუ შემოვა და არ წავა, ეს ურთიერთობა იქნება უფრო და უფრო მზარდი და მზარდი და დაუსრულებლად მზარდი და დაუსრულებლად ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი. და ამისათვის უნდა ვემზადებოდეთ. და როგორ ვემზადებოდეთ? უნდა ვიყოთ იქ, სადაც უნდა ვიყოთ. სად უნდა ვიყოთ? ჩვენი გონება სად არის ხოლმე? აი ადამიანი ხო გესმით? ჩვენ ხო ცხოველები არა ვართ. ადამიანს აქვს რაღაც გარშემოწერილობა. თავისადაც თავის ანუ რაღაც სივრცისა და სივრცე უკავია. მე რო გეკითხები, შენ სად ხარ? შენ ხო ხვდები რომ შეიძლება ფიზიკურადაც კითხო სად ხარ, მაგრამ თუ სიღრმისეულად რაღაც ფილოსოფიურად გეკითხები, სად ხარ მაშინ? აი კითხეთ საკუთარ თავს, სადავარ მე სადავარ, კითხეთ საკუთარ თავს. ოღონდ გულწრფელად გაეცით პასუხი ამ თქვენ კითხვას და ეს კითხვა აბა ხშირად დაუსვით, აბა ხშირად ჩაეკითხეთ, სადავარ ახლა მე, სადავარ. შეიძლება აქ იდგე და სადავარ და აღმოჩნდა რომ სადღაც სუფრაზე ხარ ჭამ. ეს განსაკუთრებით შობის ღამეს იქნება ალბათ. ან ახალ წელს აქ წირვა იქნება და შეიძლება ახალ წელსაც იყოს. აფსუს, ხო არ დავჩენილიყავი იქ, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორეს აბა ხშირად კითხეთ, გან არ აღმოგიჩენიათ რომ თითქოს იქ მაინც უნდა იყო, კარგი ხო, ღმერთა იქ მაინც იყავი, სადაც სივრცის რაღაც და დროის კატეგორია გიჭირავს. ამ წუთში აი ეს სივრცე აქ იყავი. აღმოჩნდება, აქაც არა ხარ. თუნდაც ნომინალურად სადღაცა ხარ. ხო გინახიათ? სადა ხარ ადამიანოში? სად უნდა იყო, მოდი ეს კაი, აღმოაჩინე რომ ხშირად ანუ შენი პიროვნება იქ არ არის ყოველთვის, სადაც ფიზიკურად ხარ. ეს ძალიან მწუხარება, ეგ არის გონების გაბნევა, 1000 გულის ზრახვები, ლოცვაზე არ გხვდებით, ეს პრობლემა ყველას გვაქვს. და ამას რო აღმოაჩენ, მე კითხვა უნდა დასვა. კი ბარა, სად უნდა ვიყო? და სად უნდა იყო? აი ვიფიქროთ, სად უნდა იყო? ლოგიკურია რომ ვიყო იქ, სადაც მე ვარ, ისე კაცმა რო თქვას, ხო აბა ხა მე აქ ვარ და სადღაც ვიყო რაღაც
დაშლილი, ასე დაშლილი შეიძლება ადამიანი იყოს, რომ პიროვნულად სადღაც სხვაგან და შენი მძორი აქ იყოს და შენ პიროვნულად სხვაგან იყო, არ გამოვა. სად უნდა იყო? ლოგიკურად არის ვარ, სადაც იქ უნდა ვიყო, სადაც ფიზიკურად ვარ. იმიტომ რომ ღმერთმა ესე ინება, თუნდაც აი წირვაზე, ლოცვაზე. კარგი, მაგრამ აი თმის ღერში ხარ, ყურის ბიბილოში, ნეკათიჩ, სად ახარ? სად უნდა იყო? ტვინში, რაღაც ადამიანისათვის და ტვინი იმასაც აქვს, რა ამბობენ სხვათა შორის ზოგიერთი დელფინის სახეობას ეს ტვინი აქვს, ადამიანზე უფრო ძლიერი დიდი ფართობი და მეტი ხვეულები აქვს. სად უნდა იყო? ო, გასაგებია. გულში უნდა ვიყო, მამა. გულში უნდა ვიყო, იმიტომ რომ ქრისტიანი ვარ და ვიცი, უფალი მეუნება სასופველი შენს გულში ეძებოდა. ხო და ჩემო კარგებო, ჩვენი გონებით. ტვინში არ უნდა იყო გასაგებია, იმიტომ რომ ტვინში რა აზრები შემოდის, არ იცით? არა გაქვთ გამოცდილება? რა აზრები მოქრიან ხოლმე ხანდახან სასწარკვეთილები რომ მოდიხართ, ბაიმე რა აზრები შემომდის. რა ჯანსაღი აზრები, კრეხელური, ბილწი, საზიზღარი, ამპარტავნული. ტვინში ყოფნა შეიძლება? არ შეიძლება. გულში ხო, გულში აბა გულში რომ სიბინძურია, განა უფალი არ გვასწავლის თუ რამე, უბედურება ხდება, ეს ყველაფერი გულიდან გამოდის. ტვინში გასაგებია, სადღაც ის ქარაფშუტა აზრებში როგორ შეიძლება იყოს და გულში, სადაც სიყვარული შემილია და ემოციური ცენტრია, გულში რო სიბინძურია, ხო და სწორედ მამები მაგას გვასწავლიან, შენი გონები ტვინში კი არ უნდა იყო, გულში, მაგრამ გულში არა ისე პასიურად, არამედ ღმერთთან ერთად, იესოს ლოცვარასაც. ანუ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ესე, უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს ლოგიკურადაც, გულში, ოღონდ არ უნდა იყოს მარტო არამედ უნდა იყოს ღმერთთან ერთად. ეს არის ადამიანის, მოდი ასე ვთქვათ, ქრისტიანის ნორმალური მდგომარეობა. ღმრთისას და არის ადამიანისაც. როცა არის გულში ღმერთთან ერთად. ეს არის საფუძველი ყველანაირი ლოცვისა, მათ შორის იესოს ლოცვისა, მათ შორის ევქარისტიული ერთობისა და ღმერთთან ზიარებისა. ყველაფრის საფუძველი სწორედ აი ეს არის და სხვა არაფერი. და ეს არ ხორციელდება რა ჩვენ ცხოვრებაში პრაქტიკულად. იმიტომაც არის წლობით და წლობით დავიარებით, წლობით და წლობით ვეზიარებით, მაგრამ სინამდვილეში არ ვეზიარებით ღმერთს, იმიტომ რომ არა ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ, არა ვართ იქ, სადაც არის ღმერთთან შეხვედრის ადგილი, არა ვართ ჩვენს გულის სენაკში, მოლოდინის მდგომარეობაში, რომ როდის მოვა ჩემთან, მკვდრთით აღდგარი მაცხოვარი და მეტყვის. მშვიდობა შენ და თეოდორე. მე მგონია რომ სულიერი ცხოვრება არც რთული გასაგებია. თავარია რომ პატარა ნაბიჯი გადავდგათ. ერთი რამე კი უდავოა. სულიერ ცხოვრებას არც ფული ჭირდება, არც რამე ტექნიკური საშუალება, არცად წასვლა არ ჭირდება, არცად. საკმარისია იყო იქ შენშივე, ანუ გულში, სადაც უნდა იყო. ნუ იქნები მარტო, იყავი ქრისტესთან ერთად და ყველაფერი ისე აეწყობა, რომ ჩვენ თუნდაც გავოცდებით და ძალიან მალე, ძალიან მოკლე ხანში, რამდენიმე წელიწადში ისეთი საოცრებები ამოიხსნება და ესეთი საიდუმლოებანი შენთვის, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდი, თუ ესეთი რამე შეიძლება და ყოფილიყო სულიერ ცხოვრებაში. უფალი შეგვეწიოს ამ ლამას დიდებულ, ვიწრო ეკლიან, მაგრამ მაინც უაღრესად სიხარულის მომგვრელ, სიხარულის მომცველ და ბედნიერ გზაზე. ამინ, რომელსაც ქვია უფალი ჩვენი, ტკბილი, იესო ქრისტე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.